მადლობისად მადლობთ რომ გვიყურებთ. Როგორც მოსალოდნელი იყო საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტში უმრავლესობისა და უმცირესობის მკვეთრი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. პოლიტიკური დებატები პერიოდულად პირად შეურაცხყოფაში გადადის. უმრავლესობა ცვლილებების მხარდასაჭერად ძირითადად თუ შეიძლება ასე ითქვას მორალურ არგუმენტს იყენებს. კოალიციის წევრების მტკიცებით კონსტიტუციის არსებული რედაქცია პრეზიდენტს დიქტატორის უფლებამოსილებას აძლევს და შესაბამისად ცვლილებები არა ვიწრო პარტიულ, არამედ მთელი ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება. თავის მხრივ უმცირესობის წევრები თავის გამოსვლებში ძირითადად ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ, რომლის მიზანიც საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საჭირო დეპუტატების საკმარისი რაოდენობის იძულებაა. საკონსტიტუციო ცვლილებების ანალიზის მატრიცაში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლონჯერი. საგამშვიდობისა ნინო, დიდი მადლობა მოსვლისთვის. პროცესი დაიწყო. მიუხედავად ბევრი განხილვის და საჭირო იყო თუ არა ამ ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებები რეალურ ცვლილებებამდე სულ 7-8 თვით ადრე, მაინც პროცესი ინიცირებულია, განხილვა მიმდინარეობს დაძაბულად, თუმცა ახლა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაც გარკვეული ახალი დეტალებიც ვიცით ამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, კერძოდ იგივე ვენეციის კომისია მართალია დასკვნა არ არის, მაგრამ რეკომენდაციის სახით ვიცით, რომ ვთქვათ, იგივე პრეზიდენტს მოწონს ეს ცვლილებები და თulis რომ ეს ცვლილებები ადრეს უნდა განგვახორციელებინათ. თქვენ თავის დროზე წინააღმდეგი იყავით თქვენი ორგანიზაცია ამ ცვლილებებს. ეხლა ხوار შეგეცვალოთ ამ მოგებებით. ვენეციის კომისიამ ფაქტობრივად გაიმეორა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, მან განაცხადა, რომ ზოგადად კონსტიტუციის ხშირი ცვლა არ არის სტაბილურობას არ შეუწყობს ხელს და არ არის მიზანშეწონილი. თუმცა ამ კონკრეტულ ცვლილებასთან დაკავშირებით მან ასევე განაცხადა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ უჯობესია თუ ეს იქნება პოლიტიკური შეთანხმების გზით მოგვარდება სიტუაცია, მაგრამ ეს კონკრეტული ცვლილება შესაძლებელია უწყობდეს აი ამ კრიზისის თავიდან აცილებას. ეს იყო ის იდეა, რასაც ჩვენ თავიდანვე ვამბობდით და მე პირადად ნამდვილად არ შემცვლია მოსაზრება ამასთან დაკავშირებით იმ მარტივი გარემოების გამო, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ აი ამ ცვლილებებს მივიღებთ, არათუ ამ ცვლილებებს, არამედ მის გაუმჯობესებულ ვარიანტს, იმიტომ რომ ყველანი ვთანხმდებით დღეს, რომ ეს ცვლილებაც კი თვითონ ხარვეზიანია და ვერ აგვაცილებს, ვერ გადაჭრეს იმ კონკრეტულ პრობლემას, რისკენაც არის მიმართული. მისი იდეალური ვარიანტის შემთხვევაშიც კი თუ კი პრეზიდენტს ექნება სურვილი წარმოქმნას კრიზისი ხელისუფლებაში, მთავრობაში, პოლიტიკური მას ეს შეუძლია. თუმცა ამ შემთხვევაში საუბარი არის იმაზე, რომ ნორმა, რომელიც დღეს კონსტიტუციაში არსებობს, პრეზიდენტს ანიჭებს დიქტატორულ უფლებებს. რამდენად შეიძლება ეთანხმებით ამას, რომ ეს ნორმა მართლაც ასეთი მძიმეა? მე ვფიქრობ, რომ არა მარტო ეს ნორმა, არამედ ზოგადად პრეზიდენტის უფლებამოსილება, რაც გაწერილი არის კონსტიტუციით, მას ნამდვილად უპრეცედენტოდ ძალიან დიდ უფლებამოსილებებს ანიჭებს. ის ფაქტიურად, ასე ვთქვათ, მას შეუძლია კონტროლი განახორციელოს სრული როგორც მთავრობაზე, ასევე პარლამენტზე. მე ვგულისხმობ იმას, რომ მას შეუძლია დაითხოვოს პარლამენტი. აქედან გამომდინარე, ეს კონკრეტული ცვლილება პრეზიდენტის უფლებამოსილებას რაღაც ნაწილში ალბათ შეზღუდავს, მაგრამ პრეზიდენტი მაინც საკმაოდ ძლიერი ინსტიტუტია, როგორც უკვე აღნიშნე და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ არის თუ არა ეს თავარი პრობლემა, მოდი ესე ვთქვათ, ქვეყნის განვითარების ეხლამდელ ეტაპზე. რატომ არის მაშინ საუბარი კონკრეტულად ამ უფლების შეზღუდვაზე და არა მთლიანად პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვაზე? ეთანხმებით იმ ეგრეთ წოდებულ მორალურ არგუმენტს, რომელიც მოყავს უმრავლესობას, რომ ამ ნორმის, თქვათ, გაუქმებით ან შეცვლით, ჩვენ მართლაც მივიღებთ უკეთესი მართლობის სისტემას ელემენტარულად. მე ვერ ვფიქრობ, არ ვეთანხმებ, რომ უკეთესი მართლობის სისტემას მივიღებთ და თვითონ უმრავლესობაც კი, როდესაც ჩვენ შეკითხები, ზუსტად ეს შეკითხვა მათ დაუსვით, ამცხადებს, რომ ისინი ზოგადად წინააღმდეგი იყვნენ საფუძვლიანი გადახედვის ამ ეტაპზე და მინიმალური ცვლილებებით ცდილობენ თავიდან აირიდონ პოტენციური კრიზისი. ანუ მათი მხრიდან ეს იყო რაღაცა მინიმალური ჩარევა კონსტიტუციაში, რასაც შეეძლო ეფექტური შედეგი მიეღო. რამდენად ეფექტური იქნება თქვენი მე ვფიქრობ, მე ამ წუთას ესეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჯერ ესერთი, თქვა, არ არის გარკვეული რამდენად აქვს უმრავლესობას კონსტიტუციური უმრავლესობა. ამიტომ ჩვენ არ ვიცით საერთოდ მიიღებს თუ არა პარლამენტი ამ ეს ცალკე პრობლემა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ ალბათ ინიცირება გაუკეთა აი ამ კანონპროექტის ინიცირებით შესაძლებელია მათ უბრალოდ სურდათ დისკუსია წამოეწყოთ აი ამ პოტენციურ საფრთხეებზე და შეიძლება ერთგვარი პრევენციაც კი მოახდინეს. აი ამ საკითხის ამგვარ ფორმატში წარმოჭრით, იმიტომ რომ ამაზე გაიმართა საჯარო დისკუსიები, საზოგადოება საკმაოდ
ინფორმირებულია მიუხედავად იმისა, რომ რაღაც არ არის ესეთ ფართომასშტაბიანი ცვლილებები, ვთქვათ, განსხვავებით გასული წლების წლებთან შედარებით, საზოგადოება საკმაოდ ინფორმირებულია და აქვთ კონკრეტული პასუხები სურთ თუ არა ესრულება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ უმრავლესობამ გარკვეულწილად მათი მიზანი მიღწეულია, იმიტომ რომ ამაზე უკვე იყო დისკუსია და მე ვფიქრობ, რომ თუ კი ვთქვათ, პრეზიდენტი მომავალში ესეთ ნაბიჯს გადადგამს, აი ამ დისკუსიამ შეძლო, რომ გარკვეული პრევენცია მოეხდინა, ან უბრალოდ თუნდაც საერთაშორისო საზოგადოების ან მოქალაქეების თვალში მათ წარმოაჩინეს კონსტიტუციაში არსებული ხარვეზები და ის, რომ პრეზიდენტს ნამდვილად გადაწყვეტილი უფლებამოსილება აქვს. დღეს არ გახდათ ცნობილი, ხო ეს ხარვეზები უკვე 9 წელია ჩვენს კონსტიტუციაში არსებობს და შესაბამისად ხარვეზები არსებობს, მაგრამ ის თუ რამდენად შეუძლია ამ ხარვეზებს შეგვიყონოს ჩიხურ სიტუაციაში, ეს არ გქონდა თანახული, უბრალოდ ესეთი თვალსაჩინო არ იყო შესაძლებელია ფორმა, რაღაცა დისკუსიის დონეზე და სამართლებრივ ჭრილში ეს ყველა ვიცოდით, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ არ იყო ორხელისუფლებიანობა, ესე ვთქვათ, ორი ძალა არ იყო ხელისუფლებაში, აი ამ კრიზისის მთელი სიცხადი წარმოჩენა მანამდე არ მომხდარა. მე არ დაგეთანხმებით გარკვეულწილად, რომ ეს არის მარტივი პრევენცია, იმიტომ რომ ახ არის ძალიან დიდი რისკი, რადგან უკვე ინიცირებულია საკითხი პარლამენტში, ალბათ მოხდება შესაბამისად კენჭის ყრაც. შესაბამისად თუ კი უმრავლესობა ამ შემთხვევაში ვერ შეძლებს თავისი პროექტის გატანას, ეს ალბათ გარკვეულწილად მათ, მარცხად შეიძლება ჩაითვალოს ან აღიქმებოდეს ვიღაცების მხრიდან, იგივე საპარლამენტო უმცირესობის ან თუნდაც მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან, შესაბამისად ეს გარკვეულ პრობლემებს თვითონ უმრავლესობა შეუქმნის ალბათ. მე ვერ ჩავთვლით ამას მარცხად, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ის მიზანი, რაც მათ ჰქონდა, ეს შესრულდა. მათი მიზანი იყო ის, რომ დაემტკიცებინათ, რომ არსებობს ამისი რისკი ქვეყანაში. ხოლო საპარლამენტო უმცირესობა მთელი აი ამ ერთთვიანი განხილვის განმავლობაში აცხადებდა, რომ ისინი ხიად ესე ვთქვათ, კრიტიკულები არ იყვნენ ამ ცვლილებების მიმართ. უფრო დიდი კრიტიკა მოდიოდა პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხთან დაკავშირებით მათი მხრიდან და ამ საკითხზე ამბობდნენ, რომ ეს ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ პრეზიდენტი ისედაც არ გეგმავს ამ ნაბიჯების გადადგმას და ეს რო ჩვენი სურვილი ყოფილიყო თავრობის ჩამოყალიბებაში პრეზიდენტი არ მიიღებდა მონაწილეობას და თავიდანვე კეთილნებაზე დაყრდნობაც რთულია. ეს არის ამ წუთას მათი განცხადებები და თუ კითხოთ ჩავარდება ეს კონსტიტუციური კანონპროექტი, ანუ არ გავა და პრეზიდენტი შექმნის ასეთ სიტუაციას, მაშინ მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ეს უმრავლესობის გამარჯვებაც იყოს, იმიტომ რომ დაუმტკიცებენ ისინი საზოგადოებას, რომ ისინი აი ამ შიშებში მართლები იყვნენ და მართლაც საჭირო იყო ამ პრევენციული ზომების გატარება. ანუ წაუგებელ თამაშს თამაშობს ახლა უმრავლესობა თქვენ. მე ვფიქრობ, რომ ორივე შემთხვევა გადავიდეთ უმცირესობის პოზიციაზე. უმცირესობის პოზიცია ამ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ მათ შესთავაზეს ეს ამ საკონსტიტუციო ცვლილებების გაცვლა ერთგვარი, მოდი ესე ვთქვათ, ამაზეც უნდა გკითხოთ, რამდენად შესაძლებელია, ვთქვათ, კონსტიტუციაში ჩაიწეროს ქვეყნის კურსის შესახებ, რამდენად ითვალისწინებს კონსტიტუცია მსგავსი ჩანაწერების გაკეთებას. რამდენად ლოგიკური და რეალური მოთხოვნა აქვს უმცირესობის. ზოგადად კონსტიტუციაში არის ჩანაწერი, რა თქმა უნდა, რაც ამბობს თუ რა არის თავარი ღირებულება, რა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ღირებულება, რა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის მისწრაფება, ეს უნდა არის დემოკრატია, ეს არის ადამიანის უფლებები და ასე შემდეგ. ანუ ის პრინციპები, რასაც ჩვენთვის ასოცირდება დასავლეთთან და ესე ვთქვათ, დასავლური ღირებულებები, ისედაც არის ასახული კონსტიტუციაში და პირდაპირ არის ნათქვამი, რომ აი ამ პრინციპებისკენ უნდა ვისწრაფოდეთ. და აქედან გამომდინარე, ესეთი დამატებითი ჩანაწერის გაკეთება თუ კი ჩვენთვის მნიშვნელოვანი არა ორგანიზაცია, არამედ ღირებულებები ისედაც არსებობს კონსტიტუციაში და თუმცა ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ღირებულებები რადგან არსებობს, სავალდებულო შესაძლებელი არ იყოს ამის აღნიშვნა, მაგრამ ალბათ ეს არის უფრო ეს საინტერესოა, ხო თავისთავად თუ კი ვთქვათ ნორმა, რომელიც ჩემო შენ ოპონენტს არ ვარგა, მაშინ ის უბრალოდ არ ვარგა და რაღაცა სხვაში მისი გაცვლა არ არის. სხვა შემთხვევაში უმცირესობის პოზიცია ცოტა გაურკვეველია. აი ეს აღნიშნავს სხვათა შორის, რომ განსაკუთრებული კრიტიკა ამ ნორმის მიმართ, რომ აი პრეზიდენტს უზღუდავენ უფლებასობას და ასე შემდეგ არ ყოფილა ყოველ შემთხვევაში იმ საჯარო განხილვებზე, რასაც მე ვესწრებოდი და რასაც ვისმენდი. ნინო, თავარი კონტრარგუმენტი, რასაც დღეს ვისმენდით დებატების დროს, უმცირესობის მხრიდან არის არა იმენად თქო რაღაც კონსტიტუციის განხილვა და უშუალოდ ამ ჩანაწერის განხილვა, არამედ ძირითადად საუბარი მიდის რაღაც ზეწოლის ფაქტებზე, რომელიც ხორციელდება თქო პარლამენტარების მიმართ და რომელიც ხორციელდება ზოგადად ადგილებს. მე ვიცი, თქვენ ორგანიზაციას ჰქონდა ამასთან დაკავშირებით კვლევა და რამდენად დასტურდება ის, რომ მოქმედი ხელისუფლება წინა ხელისუფლების წევრებს თუ მომხრეებს გარკვეულწილად, რა ვიცი, მათზე ზეწოლას ახდენს, თქვა
რაღაც სხვა ტიპის იზოლებით თქვენ. მე ვფიქრობ, რომ გარკვეული სახის ეწოლა ნამდვილად არსებობს. შესაძლებელია ყველა შემთხვევაში არ დადგეს დანაშაული, ანუ დანაშაულებრივი გზით ზეწოლის ფორმები, თუმცა არსებობს ზეწოლის სხვადასხვა ფორმა და მე ვფიქრობ, რომ ამ ფორმას სავარაუდოდ შესაძლებელია ხელისუფლება, შესაძლებელია ადგილობრივ დონეზე პირადი ინიციატივებით უმრავლესობის ხარჯები. რა კონკრეტული ფაქტები გვაქვს, რომელიც დაადასტურებს, რომ თქვა, თუნდაც ადგილობრივ პარლამენტარებთან დაკავშირებით გასაგებია, მან აქვს ტრიბუნა, მეტი საშუალება აქვს თვითონ მოყვნენ რა მოხდა. კი ბატონო, მოგახსენებთ 69 მუნიციპალიტეტი გვაქვს საქართველოში და დღეის მდგომარეობით 42 შემთხვევაში გამგებელი საკუთარი ნებით გადადგა და დატოვა. თანამდებობა ეს უჩვეულო მოვლენაა, ხო, ნამდვილად, როდესაც საკუთარი ნები და როგორც წესი მუნიციპალიტეტებში, სადაც ეს მოხდა, მიმდინარეობდა აქციები ქართული ოცნების წარმომადგენლების მოთხოვნით, რომ გადამდგარიყო გამგებლები, იყო ძალიან დაძაბული სიტუაცია, დაახლოებით 25 მუნიციპალიტეტში ძალადობასაც ჰქონდა ადგილი დაპირისპირებას და ასე შემდეგ. ანუ ის ფონი, რასაც ჩვენ ვხედავთ და რა ვითარებაშიც იცვლება საკრებულოს თავმჯდომარეები, გამგებლები, იშლება ფრაქციები და უმრავლესობას პრაქტიკულად კარგავს თვითმმართველობის დონეზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. გარდა ამისა, თქვათ, აი ამ ფაქტების და აი ამ ჯაჭვის გარდა არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც ღიად საუბრობენ გადამდგარი გამგებლების ეწოლაზე და ერთ-ერთი უკანასკნელი ფაქტი ეს არის აჭარის მაგალითზე, უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებას შეგახსენებთ, როდესაც ის პირდაპირ ადებს ხელს მაგალითად დეპუტატ დუმბაძეს იმაზე, რომ მისი მხრიდან წამოვიდა ზეწოლა და მოთხოვნა, რომ დაეტოვებინა თანამდებობა. შესწავლილი გაქვთ ყველა ეს საკითხი, რატომ ვამბობ? როდესაც თქვათ ამ თემებზე ვისაუბრებთ უმრავლესობის წარმომადგენლებს, სამწუხაროდ ჩვენ არ აქვს საშუალება უმცირესობის წარმომადგენლებს ვისაუბროთ, ისინი უბრალოდ არ მოდიან ჩვენ სტუდიაში, როდესაც უმრავლესობას ვისაუბრებთ, ისინი ამბობენ, რომ ეს არის ყველაფერი პროვოკაცია, ეს არის ძალიან მარტივად აიხსნება, რომ თვითონ ნაციონალური მოძრაობა გეგმავს რაღაც გარკვეულ ინსინუაციებს, ასე ვთქვათ და რეალურად ამ შემდეგ მიდის გადაბრალება თქვათ ხელისუფლება. მე ნამდვილად ვერ დავეთანხმები, რომ ყველა ეს შემთხვევა არის პროვოკაცია, შეიძლება ცალკეული შემთხვევები იყოს, ვერ გეტყვი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო არის უკონტროლო სიტუაცია, აბსოლუტურად ველური წესებით რაღაც ძალაუფლების გადანაწილება, რაც მიმდინარეობს ადგილობრივ თვითმმართველობებში და ის, რომ ხელისუფლება ძალიან აქტიურად არ ერევა ამ პროცესებში, რომ შეაჩეროს ეს პროცესები, ან თუნდაც მის პოლიტიკურ მხარდამჭერებს ძალიან მკაცრად მოსთხოვოს, რომ მსგავსი ქმედებებისგან თავი შეიკავოს. ეს არის ერთგვარი შეიძლება ხელშეწყობა იმ სიტუაციის, რაც არსებობს. მე ვფიქრობ, რომ მეორე მხრივ იყო რამდენიმე მოწოდება, თქვათ, კოალიციის წევრებისგან, ლიდერებისგან, თვითონ პრემიერ-მინისტრისგანაც და თქვათ სხვა ლიდერებისგან, რომ შეჩერდეს ეს ყველაფერი, მაგრამ გარკვეულწილად ხო არ ფიქრობთ, რომ ის რაც ხდება რეგიონებში არის მოსალოდნელიც იყო რა პრინციპში და ეს არ არის რაღაცა, რამას უნდა გაგვაკვიროს. მართლაც ადამიანებს მარტივად რო თქვათ უნდათ შეცვალონ ახლა სიტუაცია, ისინი ჩვენთან საქართველოში პოლიტიკური კულტურა დაახლოებით ამ დონეზეა, შეიცვალა მმართველობა და აქ არავინ არ აკეთებს განსხვავებას ადგილობრივ თვითმმართველობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის, მით უმეტეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობა როგორც ასეთი პრაქტიკულად არ არსებობდა, ხო ეს რაღაც ვერტიკალის ნაწილი იყო. შესაბამისად, თუ კი იცვლება პირამიდის წვერზე მჯდომი, მაშინ უნდა შეიცვალოს. აბსოლუტურად არ იყო მოულოდნელი ეს პირიქით ის მოვლენები, რაც ვითარდებოდა არჩევნებამდე და ესეთ ვითარებაში აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო ესე განვითარება მოვლენების. ადგილობრივ დონეზე საზოგადოების თვალში ადგილობრივი თანამდებობის პირები ესენი არიან ხელისუფლების პოლიტიკური კურსის გამტარებელი ადამიანები. აპარატის წევრებად აღიქმებიან. პოლიტიკური პარტიის აქტივისტები და მათი პოლიტიკური კურსის გამტარებლები. ამიტომ ბუნებრივია, როცა საზოგადოებამ შეცვალა ხელისუფლება, მას აქვს ესე მოთხოვნილება, რომ ამ ხელისუფლების ადგილობრივი წარმომადგენლები შეიცვალონ. და სამწუხაროდ ეს გაგება იმის გამო არსებობს, რომ არ არსებობდა რეალურად ადგილობრივი თვითმმართველობა ჩვენს ქვეყანაში და ეს იყო ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლობა ადგილობრივ დონეზე. კი, ეს არის სისტემის ბრალი, ეს არის თვითონ თვითმმართველობაში არსებული სერიოზული პრობლემების გამო, რომ თვითმმართველობას არ ქონდა არც თქვათ ფინანსური დამოუკიდებლობა, არც პოლიტიკური დამოუკიდებლობა, არც ფაქტიური დამოუკიდებლობა ცენტრალური ხელისუფლებისგან. მეორეს მხრივ ასევე სერიოზული პრობლემებია იგივე საარჩევნო სისტემებშიც, ანუ არჩევის წესშიც. და პრობლემა არის ის, რომ თვითონ არჩევნების დროს სამწუხაროდ დღეს ჩვენთან არსებული საარჩევნო სისტემა ქმნის ისეთ შესაძლებლობას, რომ შესაძლებელია საზოგადოების
ძალიან დიდი ნაწილის ხმა საერთოდ არ აისახო საკანონმდებლო ორგანოში, როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე ცენტრალურ დონეზე. ამიტომ აი ეს განწყობები არ არის პროპორციულად ასახული წარმომადგენლობით ორგანოებში. რაც დრო გადის საზოგადოებაში განწყობა, კრიტიკა ხო უფრო მეტად იზრდება ხელისუფლების მიმართ როგორც წესი და საბოლოო ჯამში არჩევნებიდან უკვე რამოდენიმე წელში ვიღებთ სიტუაციას, როდესაც პოლიტიკური ძალა, რაც არსებობს წარმომადგენლობით ორგანოში, ძალიან არის დაშორებული საზოგადოებაში არსებული რეალური განწყობებისგან და ესეთი ფონი ყოველთვის წარმოშობს პოლიტიკური კრიზისის საფრთხეს და იმას, რომ საზოგადოება შორდება მის წარმომადგენლობით ორგანოს. ამასმოვდი ზუსტად ეს აქვს ალბათ რეგიონებში და ამის დაწყნარება, ამის დაშოშმინება ალბათ ძალიან რთული პროცესი იქნება. აქ უბრალოდ განცხადებით, რომ ძალიან გთხოვთ ასე არ მოიქცეთ, არაფერი არ გეკეთება. იყო მე დაუბრუნდები ესეთი განცხადებები და მე როგორც ვიცი, იყო თქვა შიდა პარტიულ დონეზეც საუბარი, რომ ესეთი რამ შეჩერებული იყო. პირველ რიგში მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არ აწყობს მართლ პარტიას, იმიტომ რომ ჩვენ დავინახეთ ჯერ საერთაშორისო დონეზე როგორი კვეთრი რეაქციები და კრიტიკა მოყვა ამას და მეორე რიგში, როგორც გითხრა, მეორე მხრივ ეს პროცესი იქ ადგილობრივ დონეზე ინიშნებიან ან ირჩევიან ადამიანები ესეთ სიტუაციაში ეიფორიულ მდგომარეობაში და ხშირ შემთხვევაში შეიძლება მართლ პარტიას არ აწყობდეს იქ ისეთი პირის დანიშვნა, რომელიც თქვა საზოგადოებაში არ არის პოპულარული ან საზოგადოების თვალში მისი დისკრედიტაციაც კი გამოიწვიოს. ამიტომ ბუნებრივია ჯობია რომ შვიდ და დაფიქრებულ რაღაცა ვითარებაში იყოს მიღებული გადაწყვეტილება თუ ვინ იქნება ადგილობრივ დონეზე მათი წარმომადგენლები, ვიდრე ესე ვთქვათ შეჯიბრება ეს სანამ არ მივალთ არჩევნებამდე, სანამ არ ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნები, სანამ არ ჩატარდება თვითმმართველობის სისტემის თვითონ არ ვიცი რეფორმა, ასე ვთქვათ და სანამ არ როგორც ჩემთვის ცნობილია და ეს რეფორმაზე მუშაობა დაწყებულია რეგიონალურ განვითარების სამინისტროში, ჯერჯერობით კონცეფციის დონეზე მუშაობენ, თუმცა ჩემთვის ცნობილია, რომ რეფორმის დაწყებას უახლოეს პერიოდში გეგმავენ და მომავალი წლის არჩევნებამდე, თვითმმართველობის არჩევნებამდე იმედია მიღებული იქნება კანონი, შეიქმნება რეალური თვითმმართველობა, მოხდება დეცენტრალიზაცია და ეს რეფორმა ყოველ შემთხვევაში რასაც თქვათ ვხედავ სრულიად შეცვლის თვითმმართველობის მოწყობას ეს იქნება როგორც ტერიტორიული დაყოფა ასევე თქვათ დონეების სათემო მმართველობა გაძლიერდება საზოგადოების სხვადასხვა ფენების ეს იქნება პოლიტიკური ეთნიკური და სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლობა უნდა გაძლიერდეს თვითმმართველობას უნდა მიეცეს ფინანსური დამოუკიდებლობა და ასე შემდეგ თუ ეს რეფორმები გატარდა მაშინ მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი რომ მაშინ ესეთი ვითარება შესაძლოა შემდეგი საბოლოო ეს ხელისუფლება აღარ დადგება, თქვათ, ხელისუფლების სრულების შემდეგ, აი მსგავს ვითარებაში, როგორც ნაციონალური მოძრაობა აღმოჩნდა დღეს. თვითმმართველობის რეფორმა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საპარლამენტო ერთ სიტყვაში ეს. ორივე ძალიან, აი მაგალითად, თბილისის მერი არის არჩევითი, ხო? რომელი თვითმმართველი ინსტიტუტი არის დღეს ყველაზე სტაბილური? თბილისის მერია, ხო? იმით შედარებით თუ შევადა, იმიტომ რომ ის მერი არის არჩევითი, იმიტომ რომ არჩევით წარმომადგენლობით ორგანოს და არჩევით პირს აქვს უფრო დიდი ძალაუფლება სტაბილურობის განცდა და ასე შემდეგ. და თქვა თვითმმართველობების რეფორმა თავის დროზე რო განხორციელებულიყო მერები, გამგებლები თუნდაც არჩევითი რო ყოფილიყო უფრო ნაკლებად შეიძლება უფრო ნაკლები შანსი იქნებოდა მათი ესე მარტივად მოცილების. ძალიან დიდი მადლობა ნინო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია იყო მატრიცის სტუმარი, გადაცემის შემდეგ ნაწილში კვლავ პარლამენტთან დაკავშირებულ მოვლენებზე, თუმცა ამჯერად თუ შეიძლება ასე ითქვას მზერა გარედან. 8 თებერვალს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების პარალელურად ორგანიზაცია ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციისთვის ემზადება. ორგანიზაციის თავმჯდომარე მიხეილ ანდღულაძე რეკლამის შემდეგ. 8 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის რანგში უკანასკნელად წარდგება პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით. პარლამენტში ამ მოვლენისთვის საგანგებოდ ემზადებიან. უმცირესობა პრეზიდენტს დაუვიწყარ დახვედრას პირდება. პრეზიდენტის დასახვედრად ემზადებიან პარლამენტის გარეთაც. ორგანიზაცია ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის პარლამენტის შენობასთან ეგრეთ წოდებული სირცხვილის დერეფნის ორგანიზებას გეგმავს. მატრიცაში ორგანიზაციის თავმჯდომარე მიხეილ ანდღულაძე. სამშვიდობის ბატონ მიხეილ, დიდი მადლობა მოსვლისთვის. ჯერ იყო კარვები პრეზიდენტის რეზიდენციასთან, ახლა როგორც ვიცი, კარვის დადგმა საპირედ პარლამენტის წინ და შემდეგ უკვე სირცხვილის დერეფანი. რატომ? რის მიღწევას ვთქვით? მოგესალმებით ჩვენს მაყურებლებს. ძვირფასო მეგობრებო, სამწუხაროდ საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი სირცხვილის ფურცელი იწერება. როდესაც ყოველად
უპრეცედენტოდ საქართველოს კონსტიტუციას არღვევს პიროვნება და მის წინაშე არანაირი, ესე ვთქვათ, პრევენცია და საპროტესტო ნიშანი არ ფიქსირდება. ამას ხალხი ვერ შეეგუება და ხალხი აფიქსირებს ამ ნიშანს. ეს არის ზუსტად ის ისტორიული მოვლენა, რომელსაც ხალხი თავისი ხელით აჩუქურთმებს ამ ნიშნით და ამ პროტესტის სახით აჩვენებს, რომ ის უსგავსოება, რომელიც სააკაშვილის მხრიდან მიმდინარეობს, ის უპროტესტოდ და ესე ვთქვათ, შეუწინააღმდეგელად არ მიმდინარეობს. ჩვენ გავიგეთ, რომ ხალხს აქვს პროტესტი, ვიცით, რომ თქვენ შეაგროვეთ ბევრი ხელმოწერა 850,000 ხელმოწერაზე. დღეს არის 1,200,000 1,200,000 ხელმოწერა შეგროვილი. თუმცა ის მიზანი, რომელიც თქვენ გაქვთ დასახული, რომ პრეზიდენტი გადადგეს, როგორც შენს არ განხორციელდება. არა, პრეზიდენტის გადადგომაზე აღარ არის საუბარი. პრეზიდენტი უნდა გადამდგარიყო 20 იანვრამდე. დღეს პრეზიდენტი აღარ არსებობს. მას საკონსტიტუციო უფლებამოსილება ამოეწურა. აი აქ მაქვს სპეციალურად წამოღებული საქართველოს კონსტიტუცია, სადაც წერია ცალსახად, რომ 70-ე მუხლში პირველ პუნქტში საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო თანასწორი და პირდაპირ საარჩევნო 5 წლის ვადით, გასაგებია. 5 წლის ვადით. ეს კაცი 5 წლის ვადით ავირჩიეთ. ჩვენ ურნებთან რომ მივდიოდით და ვაგდებდით ბიულეტენს, ჩვენ ხელშეკრულებას ვაფორმებდით 5 წლის ვადით. ამ 5 წელიწადში უნდა მომხდარიყო ყველაფერი, თუ რამე შეიძლებოდა მომხდარიყო. გინდა მისი, ასე ვთქვათ, არჩევნების ვადის გადადება, ან არჩევნების დღის დანიშვნა სხვა თარიღში, ან ფიცის დადება. ეს სასამართლომ არ მიიღო, ხო, ხალხური. ეს არის უბედურება, რომ მთელი ქვეყანა არეული ამ მცირე, ესე ვთქვათ, ჯგუფის მიერ როდესაც ისინი მთავრობაში იყვნენ და დღეს ვერ დავალაგეთ ჩვენ ეს სიტუაცია. აი ამასთან დაკავშირებით მე წამოვიღე ახლა ჩვენი კოალიციის სამეცნიერო საბჭოს მიერ შემუშავებული ესე ვთქვათ დოკუმენტი, რომელიც ჩვენ უნდა დაურიგოთ, ყველა პარლამენტარს უნდა გადავცეთ. აი აქ ყველაფერი დეტალურად არის გაშიფრული. თუ როგორ შეიძლება და რა საკითხით შეიძლება ძალიან მარტივად გადაწყდეს დღევანდელი. ბატონო მიხეილ, რამდენიც მე ვიცი, რამდენიც მე ხვდები უпростоრეთ საპარლამენტო უმრავლესობა უბრალოდ არ უჭერს ხარს ამ თქვენს ინიციატივას და აქ არის იმდენად არა იმდენად იურიდიული მოსაზრებები, რამდენიც ჩემთვის არის, რომ რამდენიც პოლიტიკური ითვლება, რომ თქვათ ამ ეტაპზე პრეზიდენტზე ესეთი შეტევა უბრალოდ საქართველოს იმიჯზე ცუდად იმოქმედებს. როგორ შეიძლება ეს ასეთი მოტივირებული იყოს და ამით იყოს გამართლებული. ჩვენ ხალხის ჩვენ ახლა მეორეჯერ შემოვიარეთ საქართველოს. წარმოიდგინეთ რა, ჩვენ რო გქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ მათი ტრანსპორტირება მოვახდინოთ, მილიონიან მარშს მოვაწყობთ ნებისმიერ ადგილას. ისია ხალხი აღტკინებული და ასე ვთქვათ, გაბრაზებული ამ საკითხით. ამიტომ ახლა ჩვენ უბრალოდ ელემენტარულად მე თქვენი ეთერით ვსარგებლობ შემთხვევას და მინდა მივაწოდო ინფორმაცია ყველა მსურველს, ვისაც ქუთაისში წამოსვლა სურს თბილისიდან რესპუბლიკის უბრალოდ ვარდების მოედანი როქვია, დავით აღმაშენებლის ძეგლი სადაც იდგა. აი იქ დილის 8:30-დან იდგმება ავტობუსები. და ჩვენ უბრალოდ ჩვენი რესურსების უკონობის გამო მოურიგდით მძღოლებს და თვითონ მგზავრი ათლარად ქუთაისში ჩავა და უკან დაბრუნდება თბილისში. ასე რა იქნება შედეგი? თქვენ შეიკრიბებით რომ ხალხი მოტივირებულია, რომ გამოვიდეს და ეს პროტესტი გამოავლინოს. პროტესტი გამოთქვეს. პროტესტია ზუსტად ის ნიშანი, რომელიც უნდა გაითვალისწინოს მე შემდგომ შესაძლებლობას. არაპირებს ხელისუფლება. მე ვხედავ ესე მეჩვენება ყოველ შემთხვევაში, რომ ამ წარმოიდგინეთ, რომ იმ კოლაფში, რომელშიც მე ჩავარდება, პასუხისმგებლობა დაეკისრება ზუსტად იმ სექტორს, რომელმაც არ დააპირა ეს თავის დროზე, რომელიც მიაწოდა ხალხმა ნიშანი აჩვენა შესაბამისი, ასე ვთქვათ, საკითხებითაც გამოავლინა, მეტი რა უნდა ვქნათ, არ ვიცი. ყველა ნიუანსი, ყველა სექტორი, რომელიც შეიძლებოდა არასამთავრობო კუთხით გაკეთებულიყო, ჩვენ გავაკეთეთ. არ გიშინიათ, რომ თქვენი აქცია ჩაითვლება, როგორ უნდა თქვა, ხელისუფლებისგან ინსპირირებულ ზეწოლად საპარლამენტო უმრავლესობაზე ნაციონალური მოძრაობის მომხრეებზე. ჩვენ რომ იმისგან ინსპირირებული ვიყოთ, ბატონო გოგი, თქვენ წარმოგიდგენიათ, რამდენად უფრო მარტივად და რამდენად უფრო მრავალრიცხოვნად შეგვეძლებოდა გაკეთება. ჩვენ წარმოიდგინეთ ელემენტარულად საკუთარი სახსრებით, ძლივებით შეკოწიწებული თანხებით ვახდენთ ამის კოორდინაციას და ამის გამართვას. და ესე ვთქვათ, შეთავაზებებით ხალხზე, რომ თუ იმიტომ რომ სურვილი აქვს ხალხს ერთსულოვნების
სისტემის, აი ამ დამოკიდებულებაში ერთსულოვნების სურვილის გამო ჩვენ იძულებულნი ვართ შევთავაზოთ ხალხს, ვისაც სურს წამოსვლა ქუთაისში აქციაზე, ასე ვთქვათ, ვარდების მოედანზე 10 ლარის ფარგლებში შეუძლიათ ქუთაისში ჩამოსვლა და ისევ უკან წამოსვლა ავტობუსი მათ დაელოდება და უკან დააბრუნებს თბილისში. აქედან გამომდინარე, ხო და ზუსტად ეს არის იმის ნიშანი, რომ ეს ყველაფერი წარმოიდგინეთ 2-3 თვის განმავლობაში 1,200,000 ხელმოწერის შეგროვებას რა სახსრები ჭირდება თუ დაუკვირდებით. ამისთანაც სახსრების ქონის შემთხვევაში პირდაპირ ერთ უზარმაზარ მიტინგს მოაწყობდა ადამიანი. მაგრამ ეს თავისთავად ხდება, ბატონო გოგი. ხალხი მოდის, აი მაგალითად დღეს სანამ თქვენთან მოვიდოდი, მოვიდა ესე ვთქვათ ერთი ჯგუფი და მოიტანა 20,000 ხელმოწერა, რომელსაც არ ვიცნობ საერთოდ. თავისთავად აიღეს ეს ხელმოწერის ბლანკები, წავიდნენ, გაამრავლეს, დააქსეროქსეს და მოიტანეს 20,000 ხელმოწერა. ეს რამხელა სიმდიდრეა ხალხო, როდესაც ხალხი თვითშეგნებით თავის ინიციატივით აკეთებს ამას ყველაფერს. და როგორ შეიძლება ეს არ გაითავისოს ხალხის მიერ არჩეულმა პარლამენტმა? როდესაც შეიძლება ძალიან მარტივად, ელემენტარულად საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე მოხდეს იმის რა ქვია დადგენილების გამოტანა პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვის შესახებ. წარმოიდგინეთ რა მოყვება ამას, ერთი წუთის რო წარმოიდგინოთ რა შეიძლება ამას მოყვეს. აი რა უნდა მოყვეს ამას? თქვენ როგორ მე არაფერი, მე ვფიქრობ ჩვეულებრივად მარტივად პარლამენტის თავმჯდომარე აიღებს თავის უფლებამოსილებას პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე და არჩევნების ჩატარებამდე ოქტომბრის არჩევნების ჩატარებამდე დაველოდებით პროცესს. თუ ფიქრობთ რომ ისედაც ქვეყანაში გარკვეულწილად მიმდინარეობს, მოდი ესე ვთქვათ, რაღაც გახლეჩის პროცესი. მე არ ვიტყვი საით რამდენი ადამიანია და ვინ მეტია, ვინ ნაკლებია. ხო არ ფიქრობთ რომ თქვათ ამ ქმედებით შეიძლება კიდევ უფრო გახლეჩისკენ წავიდეს ქვეყანა და რთული მდგომარეობა მივიღოთ. თუ გიფიქრიათ ამაზე, რა შეიძლება ამას მოყვეს აი ამ პროცესს? ბატონო გოგი, რომ პრეზიდენტად აღარ დასათაურდება მიხეილ სააკაშვილი. ნუ არ ვიცი, ესე იგი ეს ჩვენი ის არის რა დავარქვა ამას ჩვენი სახთელია მთელი ცხოვრება ეს კაცი თუ რა ხდება? სულ 7 თვე კიდე. არა, 7 თვე რა თქვენ ახლა ზუსტად რაზე მსჯელობდით წინა იმ თუ დაუშვათ ეს საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდება. როგორ ფიქრობთ რა იქნება ეს? ეს იქნება იმის რა ქვია უმრავლესობის მარცხი მარტო? ეს იქნება სააკაშვილის გამარჯვება. და მე ნახეთ მისი რიტორიკა. და იმის ილუზია ნამდვილად არ აგვაქვს რომ სააკაშვილი კეთილსინდისიერად გაივლის ამ 8 თვეს თუ რამდენი თვეც დარჩა. ის ძალიან კარგად ემზადება და ყველა მისი დამქაშეც ძალიან კარგად არის მოტივირებული და მომზადებული ეთყობა ეს მათ გამოსვლებსაც და მათ სახეებს. როგორც ვხვდები ამ შემთხვევაში თქვენი სირცხვილის დერეფანი არა მარტო ნაციონალურ მოძრაობას ეხება, არამედ ხელისუფლებასაც გარკვეულად. ყველა იმ ადამიანს აი აქ მოცემულია ზუსტად ის პასუხისმგებლობა, რომელსაც მათ ეკისრებათ და ისინი არ შეასრულებენ, ისინი ვალდებულები იქნებიან იმ პასუხისმგებლობას თავს ვერ აარიდებენ. აქციის უფლება გააქვთ ჩატარების? რა თქმა უნდა. ერთი აქცია გაჟღერებულია, რა ვიცი, 2 კვირით адრე და ასევეც ქუთაისის მერიაში შეტანილია განცხადება. თუ მიიღეთ პასუხი დადებით ეგრე? პასუხის მიღება არ არის საჭირო. ჩვენ თავარია გავარცხილეთ. თავარია გავარცხილეთ და ვაცნობეთ რომ აქ ამ დროს ტარდება აქცია. რამდენ ადამიანს ელოდებით დაახლოებით? თქვენი შეფასება? ნუ მე ვერ გეტყვით, მაგრამ სულ ცოტა ერთი 10,000 ადამიანი მაინც იქნება. და როდესაც ესეთი მოთხოვნა გაქვს, ალბათ საკუთარი ძალაც უნდა გამოაჩინოთ. თუ ეხლა 10 კაცი შეიკრიბება თავის თავისხები ეს არაფერს. ბატონო, მარტო რომ მომიწიოს დგომა, მარტო დავდგები და პროტესტს გამოვაცხადებ. აი ეს мотиваცია ყველა ჩვენთაგანში. ეს არის ღირსების შეკრება. და ვინც ღირსებად მიიჩნევს იმას, რომ კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტს უფლებამოსილება გაუვიდა და ის უკვე აღარ უნდა იყოს პრეზიდენტი, ის იქ იქნება. და მე მადლობას ვუხდი ძალიან ბევრ პარლამენტარს, რომელიც თავიანთ გამოსვლებში აღნიშნავენ ამას და ეს მართლა უკვე შედეგია. ეს ჩვენი შედეგიცაა, თუ შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ მანამდე ყველა სააკაშვილს პრეზიდენტად აღიქვამდა. დღეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი სექტორი მას პრეზიდენტად აღარ აღიარებს. ის არის უბრალოდ მართლა სათამაშო პრეზიდენტი, თუ შეიძლება ასე დაერქვას. და ვითამაშოთ ამ სათამაშო პრეზიდენტით მაშინ. ეს არის სახელმწიფო, ასეთი ქვეყნით უნდა ვიცხოვროს საქართველო? ხო უნდა იყოს ღირსებით და ესე ვთქვათ იმ თავარი ატრიბუტიკით, რომელსაც სახელმწიფო სულდგმულობს. ეს არის ზნეობა. სადაა სააკაშვილის ქმედება ზნეობა?
ყოველი მისი გამოსვლა არის შეურაცხყოფა, ყოველი მისი გამოსვლა არის საქართველოს თავს დასხმა. Rodemde უნდა ვითმინოთ და კიდე რატომ უნდა ვითმინოთ? აი ეს არის შეკითხვა. მით უმეტეს, როდესაც თუ ამას მოვითმეთ ნებისმიერი დონით და ნებისმიერი პოლიტიკური მოსაზრებით, ეს ჩვენზე აისახება შემდგომში. ნამდვილად აისახება და მე უკვე ამას თავს ვერ გაემართლებთ. ვერ გავიმართლებთ ვერანაირად. მე გეთანხმებით გარკვეულწილად უბრალოდ გეთანხმებით რომ მართლაც და ერთი აუცილებლად უნდა გავაჟღეროთ თუ შეიძლება. გონია რომ თქვენი არა მე მესმის გასაგებია ეხლა რა ძალიან ბევრ საკითხზე შეიძლება დაგეთანხმოთ ბატონ გოგი რომ ეს ერთგვარი ჩვენი მცდელობა შეიძლება მართლა უშედეგო არ არის ნამდვილად იმიტომ რომ შედეგი უკვე არის ყველა მაინც ხომ არ ჩავის ეს როგორ შეიძლება 1,200,000-ზე მეტი ხელმოწერის შეგროვება იყოს უშედეგო ეს თვითონ უკვე შედეგია მით უმეტეს როდესაც ისტაბლიშმენტი შეიცვალა ესე ვთქვათ, განწყობა ამ დამოკიდებულების მიმართ ცალსახად შეიცვალა. და მე მინდა ერთი აუცილებლად თქვენ ეთერით გავაჟღერო, რომ ჩვენ მინდა მოუწოდო, ვისაც გული ტკივა, ვისაც გული ერჩის აი ამ ტკივილის მიმართ, საქართველოს კეთილდღეობის დანერგვის მიმართ, ჩვენ 8-ში 12 საათზე ყველამ ავტომობილების საყვირებით ერთსულოვნად გამოვხატოთ პროტესტი. რომ ჩვენ არ ვეგუებით საქართველოს პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტის რანგში. ძალიან დიდი მადლობა მიხეილ ანდღულაძე, ორგანიზაცია ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის თავმჯდომარე იყო მატრიცის სტუმარი, გადაცემის შემდეგ ნაწილში. ორგანიზაცია კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებული გაუხმაურებელი დეტალებით. რეკლამის შემდეგ. 6 თვის შემდეგაც კი ეგრეთ წოდებული ლაფანყურის ოპერაციაზე რაიმე სანდო ინფორმაცია არ არსებობს. ოფიციალური ინფორმაციით ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს და შედეგები მომავალში გახდება ცნობილი. თუმცა არსებობს ბევრი არაოფიციალური ვერსია. ორგანიზაცია კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარის ზაალ კასრელიშვილის თქმით უკვე დადასტურდა, რომ სპეცოპერაციის დროს განადგურებული ჯგუფი ხეობაში საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების თანხმობითა და ხელშეწყობით მოხდა. ზაალ კასრელიშვილი მატრიცაში. საუბრობს ბატონ ზაალ ძალიან დიდი მადლობა ბრძანებისთვის. საუბარი იმაზე საიდან მოხდა ეს ჯგუფი ლაფანყურის ხეობაში, იმავე დღეს დაიწყო, როდესაც სპეცოპერაციის შესახებ გახდა ცნობილი და სხვადასხვა ვერსიები იყო. თქვენ ამტკიცებთ, რომ ეს იყო კონკრეტულად საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების დახმარებით მოხდა ეს ჯგუფი ხეობაში. რა გაძლევთ საფუძველს, რომ ისი ვარაუდობთ, რა ინფორმაცია, რა ადასტურებს? იმით დავიწყებ, რომ ჩვენმა ორგანიზაციამ ამხილა პირველად ეს. კი ბატონო. ეს საშინელი სამარცხვინო სისხლიანი ინციდენტი ზიგდილით ოპერაცია რო დაიწყეს ჩვენ წინაღამეს გქონდა ინფორმაცია ამის შესახებ მაგრამ არ მეგონა უწრფელად გეტყვით იმ პერიოდში თუ გახსოვთ ცნობილი დაღესტნელი შეიხი გარდაიცვალა კი ბატონო ააფეთქეს ააფეთქეს ეს იყო უნიკალური შესაძლებლობების კაცი გარდა იმისა რომ იყო განათლებული ცხოვრების წესით იყო კავკასიელი და თავის ქადაგებაში კავკასიის ერთობისკენ მოუწოდებდა რა. შენ ფიქრობთ რომ ეს ორი მოვლენა ერთმანეთს უკავშირდება? რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის. დაში მოვიყევით, რა სქემა იყო, რაზე ვსაუბრობთ? ესე იგი, ჩვენ შემდეგ ვთქვით, რომ ჩვენ არ ჩავერეოდით იმ გამოძიებაში, რომელსაც დამოუკიდებლად აწარმოებდნენ ისლამისტი მებრძოლები. მაგრამ ვთქვით, რომ სხვათა შორის ინიციატივა იმადგან იყო ჩვენ ევროპულ წარმომადგენლობას დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მიიღეთო ჩვენთან ერთად მონაწილეობა და არ გვინდოდა გაიგივება ჩვენ და არც ახლა არ გვინდა. მაგრამ ჩვენ მაშინ მოსახლეობას უთხარით, რომ ჩვენ დამოუკიდებლად გამოვიძიებთ ამ საკითხებს და იმ შემთხვევაში თუ ჩიხში შევიდა გამოძიება, ჩვენ ხელთ კი ბატონო, გამოძიება არაფერს არ რა გამოიძიეთ? ვერ იტყვის. რა გამოიძიეთ თქვენ? გამოძიება ვერ იტყვის, იმიტომ რომ მოწმეები ფიზიკურად გაანადგურეს. ეს დაგეგმილი იყო. 4 პიროვნება გადარჩა, 2 პიროვნება აქედან ჩრდილო კავკასიის ტყეშია და მოწმეთ ხო ვერ დაკითხა. ამ 2 პიროვნებიდან ერთი გამოჩნდა სირიის ომში, რაოდენ უცნაურიც არ უნდა მოგეჩვენოთ, რომელმაც რაღაცა გარკვეული ინფორმაციები, ასე ვთქვათ, მოგვაწოდა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით დღეს ბრიფინგზეც გავაცხადეთ.
ეს ადამიანები ლეგალური გზით შემოვიდნენ საქართველოში. ანუ საზღვრის გავლით ოფიციალური რამოდენიმე მათგანი თვითფრინავით ჩამოფრინდა ევროპული ქვეყნებიდან და დაბინავდნენ იქ, დაბანაკდნენ იქ. ოპერაციას ეს პირველი შემთხვევა არ იყო. საქმე იმაში გახლავთ, რომ ლაფანყურის სიცხლიან ინციდენტამდე 6 თვით ადრე, ანუ 2012 წლის გაზაფხულიდან 100-მდე მებრძოლი ამ გზით მოხვდა თურქეთის ტერიტორიაზე, შემდეგ თურქეთიდან მოხვდა სირიაში. სირიაში იბრძვის 600-ზე მეტი კავკასიელი. ეს სირიის ოპოზიციის ლიდერებმა სთხოვეს ესე იგი სულიერ ლიდერებს, ისლამის სულიერ ლიდერებს, მუსლიმ სულიერ ლიდერებს და მათ გაავრცელეს ინფორმაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომ დახმარება სჭირდება. რატომ იყო ამაში ჩარეული, თქვა საქართველოს ხელისუფლება, რაში ჭირდებოდათ მათ ამ ტიპის, ასე რომ თქვენ ამტკიცებთ, რომ ეს მებრძოლები მიდიოდნენ საქართველოს გავლით თურქეთში, თურქეთიდან შემდეგ სირიაში, სადაც უნდა ჩართული იყვნენ საბრძოლო მოქმედებებში. რა კავშირში არის ამასთან, თქვა საქართველოს ხელისუფლება? რა ინტერესია? ვერ გაივლიდნენ ტერიტორიას, რო არ გარიგებოდნენ ხელისუფლებას. რატო გაურიგდა სხვა გზების არსებობს? თუკი ადამიანი ლეგალურად ჩამოდის საქართველოში, მას ასევე ლეგალურად შევლიჩევდის პირდაპირ თურქეთში. რატო უნდა იწვალოს საქართველოს? ესეთებიც იყო. ევროპიდან ბევრი პირდაპირ თურქეთის გზით მოხდა, მაგრამ როგორც ჩანს, ტყეებიდან და ჩრდილო კავკასიაში, ასე ვთქვათ, იატაკქვეშეთიდან ამ გზით არჩიეს გამოვლა. ვერ გეტყვით რაში გამოვლა. მაშინ რა მოხდა შემდგომ ეტაპზე? თუ შეთანხმება არსებობდა, დერეფანი გახსნილია, ჯგუფი გადაადგილდება, რა ხდება? ესე იგი, როგორც ჩანს ეს კონტაქტი მათ 6 თვეზე ადრე ჰქონდათ. პირდაპირ ხო ბრმათ არ მოვიდა. გასაგებია აწყობილი სქემაა, აწყობილი სქემა, მარშრუტი ქვია. ეს მარშრუტი. მარშრუტზე მოძრაობდნენ საქართველოს სპეცსამსახურების დახმარებით. 100-ზე მეტი გაიყვანეს და ეს ბოლო არ იყო ალბათ, მაგრამ ერთ-ერთი ჯგუფი ელოდებოდა რამოდენიმე დღე გადაადგილებას. ჩვენს ხელთარსებული ინფორმაციით ვინმე გია ლორდ-კიფანიძე, ვანო მერაბიშვილის მოადგილე ხელმძღვანელობდა ამას, რომელიც ახლა სხვა სახელითა და გვარით ცხოვრობს საზღვარგარეთ და ურჩევნია ახალა იასავით ციხეში ჩაჯდეს ვიდრე მოძებნონ. ესე იგი შესთავაზეს, მაშინ წინასაარჩევნო კომპანია იყო გახსოვთ. ჩვენს ხელთარსებული ინფორმაციით ამ ადამიანებს შესთავაზეთ ლოკალური არეულობა საქართველოში. მებრძოლებისგან მიიღეს კატეგორიული უარი და მოტივი იყო ესეთი, რომ ჩვენ შიდა პოლიტიკურ პროცესებში და საქართველოს შიდა საქმეებში არ ჩავერევით. ჩვენ გადასახდელს ვიხდით და გაგვატარეთ. ანუ რაში გამოიხატებოდა, მან უნდა მოიწყოთ რაიმე ტიპის პროვოკაცია საზღვარგარეთ. მე მაგალითი შემიძლია მოგიყვანო და ერთად ტელემაყურებლებთან ერთად გავიხსენოთ ეს ფაქტები. არჩევნების წინ განმოხური სპექტაკლი ხო გახსოვთ? კი ბატონო. ხო. შემდეგ არჩევნების დღეს ვითომ რომ ბოევიკები გადმოვიდნენ და ვითომ რომ ესე იგი არჩევნებზე მიმავალი ადამიანების ავტობუსი ჩაწყლეს, ხო გახსოვთ? კი ბატონო, იყო ეს. ეს ფსიქოლოგიური შეტევები რა. გარდა ამისა უჭირდა ხელისუფლებას არჩევნებში და სჭირდებოდა მცირე მასშტაბიანი ლოკალური შეტაკების გამარჯვება. ეს სჭირდებოდა. როცა უარი მიიღეს მებრძოლებისგან, მაშინ უარი უთხრეს გადაყვანაზე. მებრძოლებმა უთხრეს, რომ მაშინ ჩვენ უკან ესე იგი ჩვენ გადავალთ ჩვენ წავალთ ჩვენ გზაზე, ჩვენ მივხედავთ ჩვენ გზას, გადავართ ტერიტორიაზე. აი ამ მომენტიდან იგებს საქართველოს მოსახლეობა რა მოხდა. უკვე ტყეში არიან გასულები მებრძოლები, არავინ მოტაცებული არ აყავთ, ესენი დგავენ სპექტაკლს, ვითომ ვიღაცები მოიტაცეს და ესე იგი აღარც იქით უშვებენ და აღარც აქეთ უშვებენ. როგორც ჩანს, უკვე რუსეთის სპეცსამსახურებთან ამ თემაზე ნასაუბრალი ჰქონდათ, იმიტომ რომ ამათ გადაადგილება დაიწყეს თუ არა რუსეთის საზღვრისკენ, რუსეთის ფედერაციის მხრიდან იმ წუთში ამოძრავდა გადაიკეტა საზღვარი. იმ წუთში თან ეს არ გააკეთა სასაზღვრო ჯარმა. სპეცდანიშნულების რაზმი მოაყენეს ზუსტად იმ მონაკვეთს, რა მონაკვეთშიც შეიძლება გადასულიყო. დაიძაბა ძალიან ვითარება, ხა პირდაპირ ვერ შევიდნენ კონფლიქტში და ცალხელა ახმედი, რომელიც არის ძალიან წესიერი კაცი თავის საქმეში და საკმაოდ ავტორიტეტული ადამიანი ჩრდილო კავკასიაში და არა მარტო ჩრდილო კავკასიაში, მებრძოლებში გამოიყვანეს და გაუშვეს შუამავლა. ახმედ ჩატაევი ამ თემაში არ იყო.
ის ვერც სიტუაციას ვერ აკონტროლებდა და არც იცოდა ამ გადაადგილების შესახებ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჯგუფი, რომელიც ამ მებრძოლებს ამოძრავებდა, ამ ის ხელმძღვანელობასთან არანაირ კავშირი ეს სხვა ორგანიზაცია. ცალკე ჯგუფია, რა თქმა უნდა. ახმედ ჩატაევს ეუბნებიან, რომ იარაღი დაყარონ და ჩაგუბარდნენ და გაუშვეს მოსალაპარაკებლად. ეს ახალგაზრდა კაცი მიდის, მოლაპარაკებას აწარმოებს, იღებს იმათგან პირობას, რომ ჩვენ რუსეთის საზღვარს აღარ გადავკვეთავთ, მაგრამ იარაღს არ დავყრით. და თუ სხვა მიმართულებით გაგვიშვებენ ქართველები, საზღვარზე გადასვლისთვისაც დავტოვებთ ამ იარაღს. ამ ინფორმაციით უკან ბრუნდება, რომ საქმის კურსში ჩააყენოს ქართველი სპეცსამსახურები და ესე იგი უხსნიან ცეცხლს და ცეცხლი ეს არ იყო ბრძოლა. ეს უნდა იცოდეს მოსახლეობა. წინასწარ მსროლელები, ეგრეთ წოდებული სნაიპერები, გამზადებულები მუხანათურად ხოცავენ ამ ხალხს. მაშინ რა დაემართათ ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებს? ვინ დახოცა ეს? ქართული სპეცსამსახურებიც ამ გაუგებრობაში არიან მოყოლილები. მე არ ვიცი, არ მინდა რომ გამოძიებას შიჩხვირი ჩაყო, ჩვენ კომპეტენცია არ არის და სიმართლე გითხრათ, ესეც ბოლო განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით არ გვინდოდა ჩვენ ამ თემაზე კიდევ გაგვეგრძელებინა. მთავარი იყო ჩვენ სიმართლე მაშინ ვევთქვით, მაგრამ ეხლა არის ცოტა მძიმედ საქმე. რამდენადაც მე ვიცი იყო მუხარა, თქვა მათი თანამებრძოლების მხრიდან, რომ ისინი დაიწყნენ. თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, მე არ ვიცი ხა საქართველოს მოსახლეობას არ მინდა თავი მოვაბეზრო. თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, რა შრომა დაგჭირდა იმისთვის, რომ ეს შურისძიება აგვეცილებინა. ხა 11 კაცის მოკვლას ვინ გაპატიებს? თან ესე მუხანათურად. ეს იყო პირველი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როდესაც ქართველმა კაცმა სტუმარი მოკლა. თან მოპატიჟებული სტუმარი. და ესე იგი, ამ რამოდენიმე უახლოეს პერიოდში ჩრდილო კავკასიაში იკრიბებიან მუსლიმი სულიერი ლიდერები. საბჭო იკრიბება, შურა ქვია ამას. და უნდა გადაწყვეტილება მიიღონ აი ამ ლაფანყურის ინციდენტის გამო. ანუ რასაპირებენ ისინი? ვერდიქტი იქნება ეს პრაქტიკულად. ხა კაცებმა ტელემაყურებლებს, ხა ვინც ტელევიზორს უყურებს, კაცებს ვეუბნები, მიხვდებიან რაზეა ლაპარაკი. გადაწყვეტილება იქნება ვერდიქტი. ის რაც შემდეგ მოხდება, ბატონო გოგი, ბევრად უფრო ძნელი გამოსასწორებელი იქნება, ვიდრე ჩვენი დღევანდელი ესეთი. რა შეიძლება მოხდეს? რას ელოდებით თქვენ? არ ვიცი, მე ველოდები შურისძიებას. იმ ადამიანების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ შუამავლობაში და გარიგებაში. თუმცა თუ კი მოწმეები აღარ არის დარჩენილი რაღაც. იმათ ხო იციან 4 კაცი გადარჩა. იმ 4-მა კაცმა ჩრდილო კავკასიაში რო გააღწიეს. იმ 4-მა კაცმა მოახერხა თავის ხელმძღვანელობასთან მისვლა და მოუყვა დეტალებში ამბები, ყველაფერი მოუყვა. სხვათა შორის, ვისთანაც ამათ ამბავი მიიტანეს, ისინი საქმის კურსში არ იყვნენ. რო ეს ამბები ხდებოდა. ზოგადად წარმოდგენა შეიძლება ქონდეს. რამდენად საშიში არის ეს თქვათ, თუ კი ვერდიქტი იქნება მიღებული, ეს იქნება თქვათ რაღაც კონკრეტულ პიროვნებებთან დაკავშირებული, თქვენ რა თქმა უნდა, მაგაზე შეიძლება იყოს თქვათ საქართველოსთან დაკავშირებით, როგორც არ. რა თქმა უნდა, ვერდიქტი იქნება კონკრეტულ პიროვნებთან, რადგან მაშინვე, ესე მეორე არა, მესამე დღეს მოხდა ესე ძალიან ძნელია დაკავშირება, მოგეხსენებათ ხო, მაინც რაღაცა გზებით მოვახერხეთ. არ გადავაჭარბებ და 7 დღის განმავლობაში დღე და ღამე ვიწევდა Skype-ით და სხვა კომუნიკაციის საშუალებით რუსულად ვიტყვი განეციც კი გავაგზავნეთ, რომ იმ ადამიანთან, რომელიც ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიმღებია, სწორი ინფორმაცია მიგვეტანა და სხვათა შორის ძალიან გაგებით მოეკიდნენ და ამას მოჰყვა ის შედეგი, რომ ოფიციალური განცხადება გააკეთეს, რომ საქართველოს მოსახლეობა და უდანაშაულო ქართველი ხალხი არაფერ შუაშია. ესე იგი, დღეს ჩვენ გავაკეთეთ პრევენცია. ჩვენ დავიზღვიეთ თავი ღირსების წინაშე, სინდისის წინაშე და ღმერთის წინაშე რო ვიყოთ მართლები. ყველამ უნდა იცოდეს კავკასიაში, ძალიან დიდი მოლოდინია. ყველამ უნდა იცოდეს კავკასიაში, რომ რამოდენიმე არაკაცის გარდა ამ ქვეყანაში ღირსეული ადამიანების ცხოვრობენ, რომლებსაც ძალიან გული შესტკივათ ამ ამბავზე და ძალიან განიცადეს. და ყველამ უნდა იცოდეს კიდევ ის, რომ
ესეთ ბინძურ თამაშებში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ, საქართველოს მოსახლეობა მაქვს მხედველობაში და არ დავაფარებთ ხელს ესეთ დამაგვარ თაღლითობებს და მამაძაღლობებს და რაც შეეხება იმ პიროვნებებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მოლაპარაკებებში, უშუალოდ ფიზიკურად რომლების დაფიქსირდნენ. რა თქმა უნდა, ეხლა იმათ კარგი დღე არ დაადგებათ და მე მგონი ცხოვრებაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ბაჩო ახალაიამ რომ მიიღო, ეგ იყო რომ ჩამოვიდა და ჩაჯდა გადარჩა მაინც ფიზიკურად და ძალიან დიდი მადლობა ბატონ ზალ კასელიშვილი იყო მანტრესის სტუმარი, გადაცემები დასრულებულია ზუსტად 8-ზე თეაშველიძის ბიზნესის დრო, მეცხრე არხის პირდაპირ ეთერში მე ხვალამდე გემშვიდობებით, მადლობა.